მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება საოცარი ლაივი. დღეს ავხსნით თუ რას ნიშნავს ვედრო სიდონის ენიდან და ლაზარეს ენაზე ვისაუბრეთ. მეგობრებო, დარჩით ჩვენთან, ვისაც აინტერესებს რას ნიშნავს ვედრო, ამას ნარიმანის გაიძახის რომ ვედრო მოიტანონ, ვედრო მოიტანონ თუ არა ეგ არ ვიცი, მაგრამ ნარიმანი მიგვანიშნებს რომ უნდა ჩავიხედოთ ვედროში. ვედრო კი მარის გავცემ ერთი წუთით პასუხს. მარი ლაივში ვარ. ხო? ნინო, უნდა დაგპატიჟო ეხლა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი რაღაცები გავხსენით, აუცილებლად ყველა უნდა დავაწყვილოთ. მე ყველა წინ დავაწყვილოთ ეხლა ჩვენ, მოგვისმინეთ, ვისაც წვილი არ ყავთ, უნდა მოისმინეთ, თორე თუ არ მოისმინეთ, ვერ ვიპოვით თქვენს წვილს და აცი გადაგაგდებენ ნაგავში. ცალკეული წინდები არავის არ უნდა. ნინო, მოგესალმები, როგორ ხარ? როგორც ასტრალში. მე შენ მაიძულე დღეს რომ დაგვეწყვილებინა წვილები, ხო? დიახ. თუ მე გაიძულე შენ, თუ როგორ მოხდა ეს? გავარკვიოთ ჩვენი მაყურებელი, ცოტა ახსენი შენ რომელი სიდონელი ხარ? შენი ორი სიტყვით და მე წავხსნი. მე ვარ თამარის სიდონის სიდონელი. თამარის ჯგუფის სიდონელი ვარ და რა მკითხავ? მოკლედ ნინო, ეხლა მე აუხსნი, მოკლედ აუხსნი მაყურებელს, ვინ ხარ შენ, კარგი? რატო არ ჩახარ? მე ვერ გხედავ, მაგრამ ეთყობა მაყურებელი გხედავს შენ, მე ვერ გხედავ, მე სიშავ. მე გხედავ, აი, შენ თუ გხედავ, ეგ კარგია, იმიტომ რომ მე უნდა ვაჩვენო აქ მთელი არსი ჩვენი კვლევებისა სიდონიდან, მეგობრებო, სხვა სიდონის წევრებიც აგერ შემოგვიერთდნენ მარი კუცხელი. და ეხლა რა ხდება მეგობრებო, ჩვენ ავხსნით დღეს თუ რას ნიშნავს ვედრო, ხო? თქვენ ხომ გვეკითხებით ხოლმე რა გაქვთ მოწეული და სათხართ გასული რომ ასეთ რაღაცებს საუბრობ და ჩვენ ავხსნით მეგობრებო, არაფერი არ გვაქვს მოწეული, მაგრამ თამარ, როგორ არა გვაქვს? ჭაპანი გვაქვს მოწეული. ეგ რა არის? მე არ ვიცი. ჭაპანი არის, ჭაპანი. აბა ახსენი. ახსენი. ჭაპანი არის, ანუ მოიცადე ზუსტად სიტყვა როგორ გაგიშიფრო. ჭაპანი არსით არის, ანუ შრომა და ჯაფა. ეგ ხო, ჭაპანი, ჯაფა. ჯაფა გავიგე, ხო და ეხლა გამახსენდა ჭაპანი. კარგი. ჭაპანი გვაქვს მოწეული. მოკლედ ჭაპანი კი არა, ჩვენ გვაქვს მეგობრებო, ფიფკი. მე აი ეს ფიფკი გვაქვს მოწეული რა. აჰა, დაინახეთ კარგად. ხედავთ? ხო. აი ხლა ეს რა არის მეგობრებო? ეს არის იგივე ეს. ოღონდ სივრცეში გაშლილი. აი ეს არის სივრცეში გაშლილი მეგობრებო. ქართული ანბანი ახლოს რომ მოვიტანო, მე ჩამოტვირთვის დროს არ დაანახეთ. ქართული ანბანი 40-100 ბგერი. ეხლა რა ხდება მეგობრებო ჩვენთან? ცოტა ესე უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ დამინახოს მაყურებელი. ნახეთ მეგობრებო, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნინოს ინიციალით სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფილმს გადავაწყდი მე, ასე ქვია ლუსი. და აი თურმე ეს ლუსი რამდენ ინფორმაციას შეიცავს და რამდენი სწოდნიათ იმის იქით, ფარდის იქით, რომ ჩვენ ფარდის აქეთ გადმოგვაწოდეს, მაგრამ ერთი წუთი შეიძლება თამარ იმას ვქნა. ეგ ორ სიტყვას ვიტყვი და მე და რომ გადმოგვაწოდეს მეგობრებო, გამცემს მიმღებიც სჭირდება, ანუ რადიოს სჭირდება დამჭერი ანტენა. მოდი ახლა ნინო ვალაპარაკოთ. გისმენ ნინო? შენ ახსენე ის ზღაპარი, ხო? ზღაპარი ვახსენე კი. რამდენიც კიდე იმდენი, ყველა ზღაპარს ვახსენებ და ყველაში არის სული წმინდა თქო ვამბობ მაგას კი. ანუ ზღაპარშიც არის პარი ის ჭაპანიო რო თქვი. არის კი, ეს ასობგერა პარი, რომელიც არის პირდაპირ მნიშვნელობით რომელი ასობგერა და მე-17 ასობგერა, რომელიც ერთ არცში 8 არის, იგივე ვარდია. აუ რაღაცა თქვი, რაზეც უნდა იმას მექნა და ეგ ამომივარდა უცებ ხა. ზღაპარი. ზღაპრი და რომელი კონკრეტულად.
სიტყვა თქვი რაღაცა და იმაზე ავაგე მერე სათქმელი და ის სიტყვა დამავიწყდა კი მახსოვს რაც უნდა ვთქვა, მაგრამ ის დამა, კაი, შენ მიხვდები ალბათ და შენ ანუ მე ვსაუბრობდი რაზე მინო, იცი? ლუსი, რომელიც ნახეთ რომ იქ ძალიან ბევრი ინფორმაცია თურმე არა ფანტაზია, ეს არის ძალიან რეალური ინფორმაცია, რომელიც არის სამყაროს შემოქმედის გაჰაკვა, ესე რომ ვთქვათ, მასში გაერთიანება, მასში განულება, მასში გამთლიანება და როდესაც ადამიანი უკვე მასში ერთიანდება და თლიანდება, უკვე გამოდის ღმერთკაცი, ანუ ღანი მე და ერთს აქცევს ერთად. ხო და ნინო, ჩვენ გქონდა საუბარი ბურატინოზე, ამ ზღაპარზე და ბურატინომ შენ პირადად შენ მიგიყვანა იმ ცნობიერებამდე, რომ მე ადრე მივედი მაგ ცნობიერებამდე, რომ ანუ ადრე მომივიდა ესეთი აზრი, რომ ანუ წითელქუდა ხო არის ზღაპარი და წითელქუდა ორი რაღაცა არის, რომ დედა ხო დაარიგებს წითელქუდას, რომ გზაში თუ ვინმე შეგხვდებაო, არ დაელაპარაკო. ხო, მაგრამ მთელი ამბავი არის, ანუ წითელქუდას გზაში რომ გელი შეხვდა, შეეძლო რომ დაეიგნორებინა და გაეარა და წასულიყოთ, ხო, თავის გზაზე და არ ეჩვენებინა და უშუალოდ მე იმ სახლში მივდივარო. არ ეს გზა არ იმას ეკნა რა, ხო ხვდები, ჩვეულებრივად დაეიგნორებინა და წასულიყო. მაგრამ რა მოხდებოდა, ზღაპარი არ შედგებოდა. ხო. ჩვენ ფეხებს მოუყვებოდით ბავშვს. ანუ მიზანი რაც არის ამ ზღაპრის არის ის რომ სირთულეები როდესაც შემოდის და არა ადვილი გზით, არამედ ძნელი გზით მესიჯია. უყურე დედას არ დაუჯერა. დედას არ დაუჯერა. ანუ თავისი მეტი წავიდა, თავის შინაგანი წავიდა, თავის გულწრფელობით წავიდა, ხო. დაეჯერებინა, არ უნდა დალაპარაკებოდა მგელს. მაგრამ დედას არ დაუჯერა და თვითონ გადაწყვეტილება მიიღო თვითონ წითელქუდამ, ხო? და გამოელაპარაკა მგელს, ამაყო მე მთელი ამბავი. ხო, ანუ ეს წითელქუდა თვითონ იყო და არა თავისი დედა. ხო, თავისი მე აღმოაჩინა უცბად წითელქუდამ და წავიდა თავისი მეს გზით. და სხვადასხვა ბევრი რამე შეცვალა. ბურატინოშიც ეგრე არის, ბურატინოს მამა პაპა კარლო არიგებს, რომ სკოლა ისენიო გზაშიო, მანდაც ეგეთი რაღაც ვარიანტი არის, რომ არიგებს რა, რაღაც არიგებასთან არის მანდაც კავშირში, მაგრამ ბურატინო ამ პაპა კარლოსაც არ უჯერებს. ანუ იდეაში იმათ რომ ანუ თავის მეს არ მითარებს, ხო? იგივე ძნაირად თავის ბურატინოც არ უჯერებს რა იდეაში, იმიტომ რომ დაეჯერებინა იმათთვის არ უნდა. მე იმას გეტყვიან, რომ ხო ხედავ რაც მოუვა მერეო და ეხლა შენ გააგრძელე. მაგას კი გეტყვიან, კი მოუვიდა, მაგრამ ეგ არის მთელი ცხოვრების განვლილი გზის აზრი, ანი და ბანი, ანუ არა სირთულეები და ეგ ყველა ადამიანის ინდივიდუალური სირთულია გასავლელი, ის თვითონ თუ არ არა, იქ თუ არ ჩავარდა, იქ აიქცა, თუ არ ეტკინა, ანუ ვერ ხვდება ადამიანი, ვერ ხვდება, უნდა თვითონ ეტკინოს, თვითონ იწვნიოს. ამასობაში მასში ვითარდება ახალი მოვლენები და ვითარებები და სიტუაციები და ის თვითონ უნდა განავითაროს თავისი განცდით. ანუ თვითონ უნდა განიცადოს ის ტკივილი, მაგრამ არა ბაბუამისის და მამამისის და დედამისის. ბავშვს რო ეუბნები, ხელი არ დაიწვა, კი ეუბნები და კი ხვდება, მაგრამ ხელს რო დაიწვავს, მე ხვდება, რომ არ უნდა დაეწვა. და სხვა დროს აღარ დაიწვას. ანუ ის აკნობიერებს, ანუ ცნო რაღაცა, ცანი, ონი. ის ტკივილი უნდა განიცადოს რა. ხო და მე საბოლოო ჯამში წითელქუდაც რჩება და საბოლოო ჯამში მაინც სიკეთე იმარჯვებს და ბურატინოც პოულობს გასაღებს. კი ბატონო, ოღონდ ეხლა რა ცანმა რა სადმე მიყვანა, იცი, ცანი ნეირონიო, გესმის? ნარი და ონი და როგორ მიხვდი? ცანი ნეირონი, ანუ ნეირონის დონეზე შეიგრძენიო რა. შენ არ მოკიდო იქ, შენ ხოლმე შეიძლება იცოდე რომ ეს საშიშია, მაგრამ თუ ნეირონის დონეზე არ შეიგრძენი, ხო, ვერ ისწავლ. ცანი ნეირონთან როგორ მიხვედი? აი ასე მეგობარო, ეხლა ვიგაჩვენებ. მე კი ხვდები, მაგრამ ხო, აი ნახე. ცანი ცნობიერების დონეზე, ხო? ცნობიერება. ცნო განვიხილოთ. ცს ქვია ცანი, ნს ქვია ნარი. თავს რეალებს ეს და ოს ქვია ონი. ნახე?
ც ნ ო ხო არის და ეხლა გავშალოთ ნარი. ნარი რო გაიშალოს აქ რაეც მოდის, რა ე. იმიტომ რომ რს ქვია რაე, ხო? აქ შეკვეცილია ეს ნარი. ნახე? ნეირონი საიდან მოვიდა, ნახე? ν ა რ ონი. ნარონი, ხო? და ნარონში ხო ეც არის. იმიტომ რომ ნარონში ეცურევია შედის ე, ანუ გაშლის დონეზე ე შედის. ამიტომ სიტყვათა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ნარონი, ოღონდ თანმიმდევრობა არ უნდა დაიღოს. ნარონი და შეგვიძლია ნარაეონიც ვთქვათ. ნარაეონი. ანუ ვინც ვერ მიხვდით რა? ν ა რ ონი ν ხსნის ნარს და რაეს, ონი ხსნის ონს და ნარს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია სრულად დავწეროთ და მერე შევკვეცოთ. ν ა რ ა ე ონი და შეგვიძლია ასევე დავწეროთ უბრალოდ ნე ი რო ნი. ანუ ამ ასობგერებით შეიქმნება ნეირონი, გესმით? კი. ν ე ი რ ო ნ და ი მერე დამატებითი ფორმა არის სახელწოდების მნიშვნელობითი. ანუ ი შეგიძლია არ თქვა, ან თქვა. ცანია ი ბრუნვის. ხო, ν ე ი რ ონი. ნახეთ, ცანში სიტყვაში არის ნეირონი. თუ ნეირონი რა არის, იცით ხარ, ხო? ნეირონი არის ნერვების დამაკავშირებელი, გრძნობის შემადგენელი კომპონენტი. ნეირონებით შეიცნობა. შენ რო რაღაცას ეხები, ხო? ის შეიგრძნობა მხოლოდ ნეირონებით, სხვანაირად არ შეიგრძნობა. შენ თუ ნეირონის დონეზე არ ჩართო შენი ცნობიერება, გნოზისში ვერ გადახვალ. გნოზისში არის შენ იქ რო შეიცნობ. დედამ რომ ითხრა მე ვიცი, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი, გამოცდილებიდან არ ვიცი რა. არის ეგ, იმაშიც არის, სახარებაშიც არის ეგ. სახარებაშიც არის და ეხლა სად მივედით შენ? ხელი რატო ჩაყო, რომ ანუ განცდაში შესულიყო. თითი რო ჩაყო. ხო, ნეირონის დონეზე შეიგრძნონ თომამ. ხო და მერე მოდის ის რომ ჩვენ თუ ბურატინომ მიგვიყვანა ცნობიერებამდე, ნახე ბურატინოს რა აკლია ნეირონები, ხო? და ბურატინო ამ ნეირონების შეძენაშია. და ეხლა რას გადის მერე ვნახოთ. შენ მოყევი დანარჩენი. ანუ ბურატინოს ეტაპები არის, მოკლედ რო ავხსნათ, განსაცდელი პირველ რიგში გვარდება განსაცდელში. ანუ ჯერ არა, პირველი არის ცდუნება. ხო, მოდი თან ჩამოვწერთ ცდუნება. კატასთან და მელასთან. ჯერ გაფრთხილებას იღებს მამამისისგან. გაფრთხილებას იღებს. არა, პირველი რა არის? პირველი რა არის? თან საიდან მივედით, გახსოვს მე და შენ? არ. თვალიდან დირი ამოიღეო, გახსოვს? ხო, მახსოვს, თვალიდან დირი ამოიღო და აქედან მივედით ბურატინოსთან, წარმოიდგინე და მოდი ერთად. დირე რა არის, ეხა ეგ ახსენი ჯერ. დონი რა ენი? არა, თვითონ დირე რას ნიშნავს? ეგრე არა, ანთანით არის. კაი. შენი ძახი როგორ ახსნა, იცი? მაგას რა დავარქვით ნინო? სიტყვა ხო დავარქვით მაგას. არა ჰემატრია, არამედ ისა ლოგომატრია. ლოგომატრიით, კაი, ლოგომატრიით ახსნათ რას ნიშნავს ახლა დირე. დირე ნიშნავს მეგობრებს ლოგომატრია რას ნიშნავს ჯერ? ლოგომატრია არის მეგობრებო, როდესაც ლოგიკის მეშვეობით ქართული ასობგერებიდან დააკავშირებს. ჰემატრია, ცინცაძეს ჰემატრია არის ციფრების მეშვეობით. ცინცაძეს გამარჯობა. ჰემატრია არის ციფრების მეშვეობით რომ აკავშირებ რაღაცა ცნობიერს და ლოგომატრია არის ლოგიკის მეშვეობით რომ აკავშირებ რაღაცა ცნობიერს სიტყვაში. აი ხა ლოგიკის მეშვეობით დირე არის ხის ნაწილი. ხე რა არის? ხის ნაწილი ხის ნათალი. თუნდაც ხის ნათალი. ოთლილი. იგივე ნათალიც ხის ნაწილია, ანუ საბოლოო ჯამში მაინც ხის ნაწილები ვართ, ანუ ხესთან მივდივართ ბოლოს და თვალზე როგორ არის? ხიჭვი რო ჩაგივარდება თვალში? აბა შემახსენერას გულისხმობ ხიჭვი ჩაგივარდება. თვალში ხიჭვი ჩამივარდაო, რო არის, ხო არის გამონათქვა, ხიჭვი ჩამივარდაო. ხიჭვი ხო ხე არის იგივე. და დირე და ხე, ანუ მაგას გიხსნი.
ხო, ანუ მაგას ვხსნი მეც, თუ არ ჟღერდა ეგრე, ხო, ანუ ჩვენ გვაქვს, ესე იგი, თვალში, როდესაც ძირე უნდა ამოვიღოთ, ამითი შესაძლებელია ჩვენ გავიგოთ ისეც, რომ ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ჯერ ჩვენი ხის დამახინჯებული დოგმები და კანონები და ყველა. ნათალი. ნათალი, იმიტომ რომ რისგანაც ვართ გამოთვლილები. ამიტომ შენგან ჯერ ძირი ამოიღეო რო ეუბნება ქრისტე და მე იმაში ეძებენ ბეწვიო იმას ნიშნავს რომ შენ თუ გათავისუფლდები შენი ყველა იმ ნათალისგან რომელიც სხვა გაქთალა და არა შენით გამოითალე ხო ამ შემთხვევაში როგორც ბურატინო გამოთალა მამამისმა და მე ეს დაარიგა რომ ესეთი იყავიო და არა ისეთი როგორც თვითონ უნდა ამ ბურატინოს ყოფილიყო თქვა გამოიცა და ნეირონები შეეძინა ანუ ჯერ იწყება რომ პაპა კარლო ანუ მამა ღმერთი ქმნის იმას რა ქვია იმას ხისგან ურას იონ ეტსო გესმის იონს ქმნის ახლა ეს პაპა კარლო იონს აუ ცუდად ისმის ნინ იონი რას ნიშნავს იონი არის ნაწილი, რომელიც თავიდან რომ წარმოიშვნენ რაღაცა სიცოცხლეები. ერთ-ერთი იყო იონი. იონები წარმოიშვნენ, რომლებიც სუფთები იყვნენ, აი სუფთა ნაწილები იყვნენ, რომლებიც ენერგიას ატარებდნენ. ენერგიის ოინიც მაქედან მოდის. ოინი. იონიდან. ოინიც კი, გადატრიალებული, ხო, ოინი და იონი. ხო. და აი ამ ენერგიის მატარებელი იონები, ხო? იონები არიან თითქმის ჰერმესის ნაცვალი რა, ჰერმესებივით არიან, მოძრაობენ. ხო. ხო, მოძრაობენ, მოძრაობაში არიან, ანუ გაშაშებული ერთ სტაგნაციაში არ არიან. ხო და ანუ ჯერ შეიქმნა მოკლედ ეს ფიგურა, ეს მარიონეტი, ისა რა ქვია, ბურატინო. ხო. ხო და ბურატინო. ბურატინო. ეგ მე განვიხილოთ, მაგრამ ახლა იმაში დავრჩეთ რა. სადაც ვარ? ლოგომატრიაში დავრჩეთ, იმიტომ რომ ახლა დაიკარგებიან მარცვლებში ჩვენი მსმენელი. ახლა სიდონის წევრებიც გვიყურებენ, ისინი კი გაიგებენ, მაგრამ აი კონცენტრირდეთ, რომ არ დავკარგოთ ის ხე. ხო. ღერძი, ნიკე, შუა. ხო, ღერძი რო არ დავკარგოთ. და მოკლედ ამ დირეზია საუბარი რომ ამოიღე და სხვის თვალში მე შეგიძლია დაეხმარო სხვასაც ამოღებაში და ბურატინომ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე რომ ნინო მე არ გალაპარაკებ მე მგონი შენ ილაპარაკე შენ და მე ხო კითხები დამის თქვი ისი თქვაც გინდა რომ მან შეიძინოს თავისი მეობა ანუ თავისი ნეირონული გამოცდილება თავისი გნოზისი ამ ბურატინომ ხო ნათალმა ვიღაცის ნათალმა თავისი პიროვნება, აი პიროვნებასთან ვიყავი და ეს არა, მას არის მამაზე საუბარი და თან რა არის, იცი ეს სინამდვილეში პაპა კარლო არის, ვისაც შვილი არ ყავდა და გამოთალა, ანუ უკვე ასაკში იყო რა, მოხუცებული იყო. შვილი არ ყავდა და გამოთალა აქედან და თან ის არის, რა ქვია, რუსულ ვერსიაში როგორი რაღაცა, იცი, სინდისიც იმას უქნა. სინდისი პატარა სინდისი არის და თან დაყვება ეს სინდისი რუსულ ვერსიაში პინოქიო ინგლისური ვერსიაც ხო არის პინოქიოს ინგლისური ვერსია თუ ინგლისურ ვერსიაში მეშლება ახლა ინგლისურ ვერსიაში სინდისი დაყვება თან და ეუბნება რომ ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო ამას არ დაუჯერო იმას არ დაუჯერო რაღაცა ეგეთი ვარიანტი არის რა ეს დოგმა ეგ რა ჩარჩო დაყვება ჩარჩო სინდისი კი ამაგ ჩარჩო უნდა ერქვას ხო აგე იონები დამოხტული ნაწილაკებიც არის მარი წერს და ლევანი წერს ხო მე ნაწილაკებიც არიან მოკლედ შეიქმნა ეს ჩვენი ბურატინო და ეხა შემდეგი ლეველი არის ის რომ ისა რა ქვია ანუ უკვე მოვიდა ის დრო რომ ბურატინო წავიდეს სკოლაში და გაყიდის თავის პალტოს ფული არა პალტოს გაყიდის და თუ არ ვწდები 30 ხურდა 30 თუ არ ვწდები რაღაცა ფულს აიღებს ხო სიმბოლურ თანხას ალბათ 30 ლობა არ მახსოვს უბრალოდ თუ იმას დაწეროს ხო და ისა რა ქვია და ანუ პირველი განსაცდელი
ცდუნება პირველი. ვინ ხო, ხვდება? ანუ პირველი განსაცდელი ცდუნებაა კი, ცდუნება. არა, ცდუნება კი არა. ხო. მაგას ქვია ცნობის მოყვარეობა. ხო. და მერე ცდუნება. ჯერ ცნობის მოყვარეობაში ჩადის, მერე ცდუნება. კი, ცნობის მოყვარეობაში ჩადის და ცნობის მოყვარეობიდან გამოცდუნდება. გამომდინარე. დინარე. გამომდინარეა, ხო, კი. გამომავალი მდინარეა ცნობის მოყვარეობიდან ცდუნება. ხო, ეგრეა. ანუ ცდუნების მერე გადის რომელ ლეველს? განსაცდელს. ხო, თქვათ, ავიღოთ განსაცდელი პირველი. განის საცდელიო, გესმის? განს ცდის ახლა ეს, თავის განს. ამ სიტყვაში მაგერ რაღაც დევს, იმიტომ რომ განისცადა. ანუ რაღაცა ნეირონის დონეზე განიცადა. განი შეიგრძნო. განი არის რა, იცი? ნინო, აგიხსნი უცბად. განი არის ეს, ნახე? აი, დაგანახე სურათ ხატოვნად. განი არის წერტილიდან გამავალი ეს და ეს. ანუ იგივე ჯვარი, რა. აი, ეს არის განი. ეს არის განი. წერტილიდან გამავალი მიმართულებების ერთობა. თამართან არის ლაივშია და შემოვიდეს უთხარით. ხო. მიხვდი დაინახე? და ვერ დავინახე, უცებ მითხარი და მივხვდი. აი, ნახე, აი, უყურე. განი, წერტილი და განი, ნახე, განი არის ეს, განი. ეს წერტილიდან გამავალი 4 მიმართულებით. ხო. სივრცე. ხო. აი, ეს არის განი. და ეს არის ჰორიზონტი. ერთი წუთი, მან შეიძლება ვერტიკალი და ჰორიზონტი. თამარ. ხო, მაგ წერტილიდან ნებისმიერ ადგილას გაუშვა ის სხივი თუ რაც გაუშვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გასული. ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაუშვა, რატო? კი, ეს უკვე მთლიანად სივრცე არის და ეს სივრცეა უკვე, განი აღარ არის, ეს სივრცეა. ოკეი. ხო, გასაგებია. და მარი ამბობს, ესა მუხტებს აქვს ერთმანეთისადმი სწრაფვა. მარი, ახლა მაგდია ძუძად, მარი, აი როგორ მიხვდა. პლუსი და მინუსი ესა მუხტებს აქვს ერთმანეთისადმი სწრაფვაო და იმიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე ვედროში რო ვართ, რას ნიშნავს ეს ვედრო და შემდეგ რატომ უნდა დაწყვილდნენ წინდები. მაგასთან ვართ ეხლა, ყველაფერმა ერთმანეთთან დაგვეკავშირა და მოგვექცია ერთ წერტილში, უნიონში. ეხლა ავხსნი, ნინო. ეხლა ვედრო ახსენი კარგად. ეხლა ავხსნი ვედროს რა, რომ ხალხი არ დაიბნეს რა რეჩბოდავთ აქ. ნახეთ, მეგობრებო, ვ-ს დრო არის აი ვ-სა, ვინისა და ენის დრო. მე დავწერე სიმღერა ვედროში ვართო, ხო? ლექსი არის, მაგრამ სიმღერად ვაქციე. ვინი და ენი არის ენი, რომელსაც აქვს პიროვნება. პიროვნება. გესმით? პიროვნება აქვს ვინის დამსმელ კითხვას. ვინს რომ ვსვავთ კითხვას, ვინ არის უნდა გაცე პასუხი ეს თუ ის პიროვნება, მას აქვს პირი აუცილებლად. და ვნებაც აქვს მას. ეს არის ონი. ონი არის მზე. ერთი წუთი, შეიძლება ორიც იყოს. ორიც შეიძლება იყოს და შეიძლება ონარიც იყოს. შეიძლება კი არა, ონარია. არა, საპარაუდოდ ორი იქნება, თამარ, ორ პირზეა აქ საუბარი. არა. ოზე აი ეს არის ნახე. არის ეს. და აი ეს და უნიონი ზუსტად იმას ნიშნავს, მეორე ეს არის, უფრო კარგად ჩანს. ნახეთ. ორი გაერთიანება, მართალი ხარ. ორის გაერთიანება ხდება, აი ერთმანეთზე აჯდებიან ესენი და ნახეთ როგორ აჯდებიან ერთმანეთზე. უნი და ონი რო ერთმანეთზე დავსვათ, მიიღებს აი ამ ფორმას. თამარ, ის არ გიჩვენებია კარგად და ვერ მიხვდებიან უნიონი როგორ აჯდება. თვითონ ფიგურები არ გიჩვენებია კარგად. ხო, აი ხა ვაჩვენებ, ნახე. ეს არის ეს ფორმა, ნახეთ მეგობრებო. როდესაც უნის ონიში სვავთ, ხო? აი ესე ვწერთ უნი არის ეს და ონი არის ეს. ოღონდ უნიში ზის ვიეც.
აი ეს ფორმა არის უნიონის გაერთიანება. და ქართულ ასომგერებს აქვს თამარ, ონი და უნი დახატე ცალ-ცალკე, ან გვაჩვენე იქ ამ აი ნახე ეს არის და ეს, აი ეს და ეს არის რა, ეს რო დავასვათ თავზე იგივეა. არ ჩანს. არ ჩანს? არა. ნახე, ეს და ეს. ხო, აი ესე. ეს და ეს რო გავაერთიანოთ, მივიღებთ უნიონს. და უნიონი ერთმანეთზე აზის და ეხლა ეს ისი მიმანიშნებელია, იცი? აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ასობგერებს მარია, აი აგერ შენი მეშვეობით ქართულ ასობგერებს აქვს დედრი და მამრი ასობგერები. ისინი არიან წყვილები. მაგალითად, როგორიც არიან ძანი და ხარი, იგივე ძახილი, ფარი და ფონი, ის ფარავს ფონს, ეს უკვე ასომთავრულში. ეს ეხლა ნუსხახუცურში ლასი და თანი არიან საპირისპიროდ მდგარნი. ხედავთ, მეგობრებო? კარგად ხედავთ ჩემგან? ეგ ურთიერთობების ყველა ეტაპი არის. კი, აი მაგალითად ესენი დგანან საპირისპიროდ. ხება გავიაროთ, ეგ არის, ურთიერთობაში რა ეტაპებს გადის ადამიანი, ეგ არის. აი მაგალითად შეყვარებულებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არიან ან ძახილში, თუ ისინი ზურგით დგანან ერთმანეთთან, ან წილყრილი, თუ პირისპირ უდგებიან ერთმანეთს. ხო, ისმენი? უნიკალური. უნიკარული, კარული და არა კალური, შეცდომითია ეგ. ჩვენ შეცდომით გვაქვს უნიკარული. უნიკარული, ხო. სიტყვა გადაკეთებული გვაქვს უნიკალურად და ეგ არა სწორი სიტყვა, იმიტომ რომ უნის აქვს კარი და ლოგიკურად იქნებოდა ლოგომატრიის მეშვეობით უნიკალური კი არა, უნიკარული. რულთან იღება და არა ლურთან. შეკვეცილია, როგორ არის შეკვეცილი სიტყვები, ახლა მე მოვყვები. ხო. ერთი წუთი იმასაც ვიტყვი, რომ არ დავასრულო. აი მაგალითად ტარყანი იგივე ტანყარი, ტანყრილი იგივე შესაძლებელია ვთქვათ ტანტრაც, ხო? ისინი დგანან პირისპირ ერთმანეთთან. ქართულ ასობგერებს აქვს ესეთი რაღაც წილყარს, ისინი პირისპირ უყურებენ, მაგრამ ერთს აქვს აი ესეთი ზედმეტი ერთი რამ გამოშვერილი. ასევე ტარყანსაც აქვს გამოშვერილი ერთი ასო. ნუ ასო არის ეხლა სავარაუდოდ მამრი, ეს მამრი ასოა და ეს მდედრი ასოა. ასევე არის კიდე ია და ცანი ზურგით დგანან ერთმანეთთან, მაგრამ აი წილყრილები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ნახეთ მეგობრებო, თუ კი მასწავლებელისა და მოსწავლის პოზიციაში არიან წყვილები, ისინი არიან ღანისა და ხარის პოზიციაში, ანუ აი ამ პოზიციაში დგებიან მათი გაერთიანების დროს. თავზე ადგას ღანი, ხარი არის მამრი არის. იმიტომ რომ ამას ერთით მეტი აქვს, ერთი წილით მეტი აქვს. ამიტომ მე დავყავი პირადად ჩემი ნებით, რომ ქართულ ასობგერებში არსებობს ესე იგი თუნდაც ჯანი და ური. ჯანურიც ასევე არის ისინი ერთმანეთთან დგანან, ოღონდ ეს თავზეა და ის ფეხზე. მიჯნური. ხო, მიჯნური, ხო, მიჯნაზე დგანან. და აი ესეთი გაერთიანებები, მეგობრებო, ქმნის სხვადასხვა ფიგურებს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ლოგო მატრიაში ჩავყავართ თემატრიისა და ეს არის პიქტომატრიის მეშვეობით რა, პიქტომატრიის, მე ესე დავარქმევ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ლოგომატრიაც არსებობს, აი ესე ლოგიკიდან გამომდინარე სიტყვის გაშიფრა, პიქტომატრიაც არსებობს, იმიტომ რომ დაწერილი თვითონ აი ეს რუნამატრია შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ ეს რუნები არის ყველა. ბ რუნვა არის, ბ რუნავს. გესმის? და თუ ბ არის რუნთან კავშირში, ესე იგი ესენი ყველა ჩვენი ასობგერები არის რუნები. და აი ბრუნომატრია დავარქვათ ამ საკითხს, როგორ მივედით ჩვენ იქამდე, რომ არსებობს მამრი და მდედრი ასობგერები. ამაში მეგობრებო, მარტო მე კი არა, მონაწილეობთ, ესე იგი, ჩვენი სიდონიდან რამდენი პირი, იცით? მარი ხუხიშვილი, ნინო ხარაძე, ეხლა თავისთავად მეს ბოლოს ვიტყვი, მაგრამ ლალები, ნაპერწკალი, თეიმურაზი, შემახსენეთ კიდე, მითხარით არიან სოფია კრისტალბეგი,
და ასე შემდეგ, მეგობრებო, გააგაცნობთ ყველას, გააგაცნობთ, ლაივშიც გააგაცნობთ, მობრძანდით, შეხვედრებზე ვისაუბრეთ ყველანი ერთად. და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, მეგობრებო, ეხლა ვართ დროში, რომელიც არის ვინისა და ენის დრო. და ვედროს ავხსნი, ხო? ვე არის პიროვნებასთან კავშირში. ენამ ვინი და ენი ხო არის, თქვა, პიროვნების აღნიშნელი. ენამ რო შეიძინოს უნარი, მას ჭირდება პირი. სავარაუდოდ, იმიტომ უდგას ვეს წინ ვ, ეს წინ ვ, იმიტომ რომ მას კონდეს იმის უნარი, რომ პიროვნება შეიძინოს. თამარ, მოვალ ერთი წუთი გავალ. მე ავხსნი მანამდე, კარგად ავხსნი. ნახეთ, მეგობრებო, ვედრო ხო გვეუბნება რაღაცა დროს, დროსთან მივანიშნებს და გვეუბნება აი დრო და ვეს დრო, ხო? ვე დრო. ეხლა ჩვენ ავღნიშნოთ ეს ვე რა არის და გავშალოთ ვ და ე. ვ არის ვინი, ე არის ენი. ენი ვიცით რა არის ენა, ენასთან არის კავშირში. ე შვი არის და ვე შვი არის კიდე, ხო? ვე უნდა შვა, ე შვი აქვს და ვე უნდა შვა. რას აქვს ეხლა ე შვი? ე შვი აქვს მხოლოდ ეს, იმიტომ რომ ის არის პირის შიგნით. მას გამოთქმა არ შეუძლია, მაგრამ რას შეუძლია გამოთქმა? თუ მას აქვს პირის მოძრაობის უნარი, ხო? პირის მოძრაობის უნარი აქვს კითხვითი ფორმით დასმას, ვინ არის, ვინ ხარ, პიროვნება შეიძინა აქ, ხო? ანუ მეექვსე ასობგერა ვინმა. ამიტომ თუ ეს ემატება წინ ვ, მას აქვს უნიკალური საშუალება, უნიკალური, ანუ ერთმანეთში ზის ვ და ე და უნიკალური რაღაცა ხდება. ერთად მუშაობს. შენ კი გაქვს ენა, მაგრამ თუ პირი არ გაქვს, ვერ გამოთქვავ ხმას, ვერ გააგებინებ. მაგალითად, შემიძლია ვამოძრავ ეს ენა, მაგრამ თქვენ ვერ გაიგებთ რა ვთქვი, ხო, ხმის გარეშე. პირი თუ არ ავამოძრავე და ხმა თუ არ გამოვეცი, ხო? თქვენ ვერ გაიგებთ რაც არ უნდა ვილაპარაკო. ხო ასია? თამარ. ხო და ვერ გაიგებთ რას ვილაპარაკეთ და მაგარ რაღაცას გეტყვი ახლა. ვერ არა, ერთი წუთი. და если просит тебя თამადა ხო არის? და ეხა რო გავედი და მოვედი მივხვდი რომ იცი რა არის? აბა დაფიქრდი, რა. ნუ სმა და კიდე აქვს მეორე. თუ აქვს თავისი მიჯნური წვეები. ანუ სავარაუდოდ კავშირში არის ჯგუფებასთან, ერთებასთან. არა. აბა ვიდი. არა, მე მითხარი, მე ვერ ხვდები, შეიძლება დრო გავიდეს მე და ხალხს მოეწყინოს. არის იმღერე. იმღერე, ხო, ანუ სმა გამოუშვიო, ბანი გამოუშვიო, გესმის? პესნია არის, პესნია. იმღერე. სნია. ხო, ეხლა რუსულში იმდენად კარგად ვერ ვერკვევი და ამიტომ შენ უფრო აკავშირებ ხოლმე რუსულს. პესნიაო. ანუ იმღერეო, პესნია, ხო, პესნია. ხო, პესნია, ანუ ხმასთან მივდივართ, მეგობრებო და ვედრო არის ხმის დრო, ხმის ამოღების დრო. გახსოვთ ბატონი ჯორჯაძე რო იძახდა ხოლმე, თუ აქედან აქ არ ავიდაო, ვერ გაიგებთო და ვერ გადავალთ ახალ დროშია და ჩვენ უკვე გადასული ვართ ახალ დროში, იმიტომ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, აგერ 10 კაცი ვსაუბრობთ სიდონში. ეს უკვე საკმარისია. 10 კაცი უხსნის 10 მილიონს. ამათ ჯერ კიდე ის და ანუ ბურატინოდან ახლა გადაუხვიოთ, ჩვენ ბოლომდე არ მივედით ბურატინოს. მე მგონი ვედრო ავხსენი და მაყურებელს ვთხოვ, რომ დამიწეროს, მე გავიგე ან მაკლია კიდევ აი ის ვერ გავიგე და პასუხებს გავცენ და მანამდე ნინო ისაუბრებს ბურატინოზე. ანუ განსაცდელის მერე ხდება დაცემა. ხო, განსაცდელის მერე მესამე არის დაცემა. ხო. დაცემის მერე ხდება უკვე, ანუ რო დაეცემი, აი კარგად რო დაეცემი რა, აი და დაეფერეგვები რო იტყვიან, დაეფერტყები თუ დაეფრეგვები თუ რაღაცა კარგად რო დაეცემი. ანუ ესეთი კაი განსაცდელი გინდა რა, ისე ლაითი არა, იბენა კაი განსაცდელი. რო დაიშლები, მარტი უნაწილებად, ხო, მომრავლებად, მერე? მე აზრობრივად მიდიხარ იქამდე, რა ქვია, სინანულამდე. სოფიას პოზიციაა.
სოფიას პოზიცია დიდი სინათლე რომ იშლება და ყველაფერში რო ჩადის და სინანულშია, იმიტომ რომ შექმნა ისეთი რამ, რაშიც სინათლე ვერ შედის. და ამ სინანულიდან მიდიხარ გასაღებთან უკვე. ანუ დაცემის წამალია სინანული, ხო? კი. დაცემიდან გამომდინარეობს სინანული. ბიჭოს ნანულისთან უნდა მივიდეთ მაინც და მაინც. სინანულიდან მიდიხარ გასაღებამდე, მოდი გასაღებიდან, გავასაღოთ უნდა, ხო? უნდა გავასაღოთ. გასაღებამდე. უნდა გავასაღოთ, ეხლა რაც მივხვდით, ის უნდა გავასაღოთ, თორე თუ არ გავასაღეთ დალტება. ხო? ხო, დალტება და ის მოჭამს თავისას, ხო? თავის დრო. ვედროში ჩარჩება. ვედროდან უნდა ამოვიღოთ. და ვშუათ. ამას ეხლა გაიგებს მარი რას ვიწახი. შუა არის ის რომ დედისა და მამის შეერთება შვეულს ქმნის, ანუ ორი სამკუთხედის შეერთება შვეულს ქმნის და ეს არის ზუსტად ის იესო, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, ხორციელდება, განიცდის, ხო? კი. მაგარია ქრისტიანული სინანული. სინანულია მარი ამბობს. ხო, მარი მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ ახლა მივედით იმ დასკვნამდე, რომ გავხსენით ის გაუმართავი სივრცე, რომელიც იყო როგორ მთავრდება. ანუ ისევ შინ ბრუნდება, ხო, გასაღებით შინ ბრუნდება და აღებს კარს, საიდანაც გადის ნათელში. სამოთხეში. ნათელასთან მივდივართ. კაი, ნანული ნანული მყავა დაგვალევინა, ჯიჯიგრულად და ნათელასთან გადაგომისაბათ. ნათელა შენ, კარგი, ნათელა მთელა რაღაცა, ესე იგი, ურთხა და ურთხა რა, ფეხებით იარა ზედ. და ნათელიდან სად მივდივართ მე, აი, კიდე ერთი ქალი სიტყვა გვაკლია. ნანული, ნათელა და ნათელი და სანთელი. არა, პროცესი მოვყავართ. ეხლა ნათელში რო გავალთ, ეგ არის დასასრული? არა, იქ იწყება მერე მთელი რა იწყება, იცი, იქ მერე, ანუ ამ ეს ნათელში რო გადის, ანუ მინდორია რა და ველია იქ. ანუ რო გავხდეთ, რამე ისეთი არის ხო, მინდორველი იყო, ჩვეულებრივი. ხო. და ეს ხო თეატრში ხდება, სადაც მალვინას გაიცნობს ბურატინო. აჰა, მალვინას ან მალვინა. მალვინა ცნობს განსაცდელში. განსაცდელის პროცესში ცნობს მალვინას. ხო, ანუ მალვინას შეყავს ნათელში, ესე ვთქვათ რა. გამოდის რომ მალვინა ნანულიდან ნათელა არის ეს სამი ქალის პრინციპი. მეოთხეც გვაკლია. 64-ში ხო არ? უბრა ანუ მალვინას ხო გაიცნობს თეატრში. ხო. თეატრში, სადაც არის არაბას ბარაბასი. კი ბატონო. და არის ამათ მარიონეტებად ათამაშებს რა, ამათ მე რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო რა და მონები ვიტყავს რა, შნირებივით იქ. ამ კარაბას ბარაბას ეს ისინი რა, ეს პერსონაჟები. ყველანი, ხო, კი. მე დაკორებული და მე ამ ნათელში რო გამოდის, ანუ ამ ველში რო გამოდის, თვითონ ააგებს ამ თეატრს, სადაც ესენი თამაშობენ თავი ლაღად თამაშობენ, ამ თავის როლებს თამაშობენ ლაღად, ანუ ბოლოში ეგრე არის, ფინალში. ნახე, ლაღი სიტყვა საინტერესოა, ლაღს სიტყვას ლასთან მივყავართ. ლასთან, დროსთან? ლა ღია არის, გესმის? ლასი ღიაო. დო, რე, მი, ფა, სო, ლა და მერე სისთან მივდივართ. ლა ღი. ლა არის მეექვსე ასოფერა, ისევე ლოგომეტრიით როგორ გავშალეთ? ლოგომეტრიით როგორ გავშალეთ? მეექვსე ნოტა არის ისე. ნი. მოიცა ვერ გაწყდა ხმა. ლოგომეტრიით სი როგორ გავშალეთ? სარინი. სი ლოგომეტრიით. ხო, ლოგომეტრია და სი და ნი, ხო, თქვათ, სი და ნი.
შენ ჩაიწერე, მე აღარ მახსოვს ნინო, შენ ჩაიწერე და აბა ჩახედე. ანუ სი და სი არის ორი სი ხო? ორი სი. ორი სი. ი და სი ხო არის ორი სი? ორჯერ სი, კი. ორი სი და ნი. უნდა გამახსენდეს, მე მგონი იცი რას დავაკავშირეთ? ანუ უჯრედის გამოყოფას, ხო? ანუ ერთი ხო არის სი და თუ ორად გაიყო უჯრედი, ეს უკვე პროცესშია, ანუ უკვე ტრიალებს. ტრიალი ქვია იმას, რომ ცვლაშია, რაღაცა ველის ცვლაშია და გამოყოფს თავის თავს. ანუ ეგ ფილმი თუ არ გაქვთ ნანახი, ლუსი, ხო? ვერ მიხვდებით ახლა რას ლაპარაკობ, იმიტომ იმ ლუსის ძალიან მაგრა სურათ ხატოვნად ასახული რას გულისხმობ ახლა მე. და თუ თავის თავს იმეორებს სიტყვა სი და რაღაც ნი ვთქვათ, ხო? სისინარი. მაშინ ლოგომატრიის მეშვეობით ჩვენ მივდივართ ორთან. ისე მივდივართ ორ არსთან. ანუ ბინალურთან. მაგრამ შენ ორმა დაგაკავშირა ჯორთან. ხო და ორი, ანუ მეგრულ ღმერთში, ანუ მეგრულად ღორონთია, ხო? მეგრულად ღმერთთან მიდის ეს ორი თავის თავთან გაყოფა. აი ერთი უჯრედი გამოიყო მეორე, ანუ სი და უკვე შეიქმნა რაღაცა ახალი სიცოცხლე. მერე გამოიყო 4-ად, შეიქმნა უფრო განვითარებული სიცოცხლე და მერე უკვე გადავდივართ სიცოცხლის ხის წარმოქმნაში, ანუ ბავშვის წარმოქმნაში. მაგას ავხსნი ახლა მე მომისმინე? ხო. ჯო, ხო არის იგივე ვარიანტი, სის იგივე ვარიანტი, ხო არის ჯო ხეთი, ხო არის? კი. ანუ ჯო ერთი, ჯო მეორე. თავის თავს იმეორებს, გამოყოფილია, ანუ განვითარებაშია, კი. 1 2 ხო არის 2 უკვე ხო შეიქმნა 1 ჯო და 1 ჯო ანუ 2 კი ბატონო და მე არის 3-4 3 და 4 ხო ხო ანუ 3 არის ისა რა ქვია სე და სეთიო 3 სეთთან მივიდივართ ხო იმიტომ რომ აქ უკვე ჩაირთო ეგვიპტის ღმერთების სეთი მაგალითად ფილმი არის მაგაზეც უყურეთ საინტერესო ფილმია სეთი რომელიც გვეუბნება რომ ს ეთია კომპონენტით არის ს ხო თვითონ სიტყვაში და ეგ დაწერე ხა რომ კარგად გაიგონ თორე ესე აღქმაში ძნელი უარ დახედე აი ნახე ესე გავაკეთოთ რა სეთი ს არის ეთიო გესმით ს ეთი მაგალითად მ-ეთი არისო ეო გესმის მ-ეთი არისო ამას გაიგებს გონება რომელიც გახსნილია ნახე მ-ეთი არისო და ს-ეთი არისო თუ ს-ეთი არის მაშინ გამოდის რომ სარი არის ენით და სარი რა არის მეგობრებო სარი არის ძელი იგივე ძელი არის და ის არის ის არის ხო ის არის ძელი ხო ის არის ძელი აქ კიდე იმის უკან ბევრი რაღაცა მესმის ვინც უკვე დაინახა კარგია და ვინც არ დაინახა ეხლა რო ვთქვა უბრალოდ იტყვის რომ ამ პარტავნებაში არისო მაგრამ არ აუშავს ჩვენ გავარკვევთ ვედროს მნიშვნელობა რა არის უკან გესმის ანუ ჩვენ გავარკვევთ რომ დრო რომელიც ენას უკან რო გესმის მიბრუნდი ახლა და უთხარი რომ ჩვენთან ხართო მიბრუნდი უთხარი მოდი არა უკან არა ნახე
უკან ვინც დგას, წინ დგას, ანუ ის სივრცეში დგას უკვე, უნშია, უნიონშია და უნიონში ერთ სივრცეში დგანან. ეხლა მე რასთან მინდა რომ მივიდეთ, იცი, ვედრო განვიხილოთ ბოლომდე, რომ ძირეულად გაიგოს ხალხმა რას ნიშნავს ვედრო. და რატომ ვედროში. ვედრო მეგობრებო არის ვინისა და ენის დრო. ვ არის ვინი, ე არის ენი. თუ ვინი არის და ენია, ენს შეძენილი აქვს პიროვნება, პიროვნული არსი. პიროვნული არსი რა არის? პირი და ოვნული, ხო? პიროვნული. თუ პირი გააჩნია ენას, ესე იგი მას გააჩნია გამოთქმის უნარიც. სავარაუდოდ, როდესაც ადამიანი ფლობს უნიონს, თავისი პირით და ენით, აგერ დაგანახებთ თქვენ. ეს არის უნიონი თავისი ენით, ენა აქვს გადმოვარდნილი აი ამ პირს და ონი რომ დააჯდება ზეთ, მაშინ გამოითქმის მაშინ რა გამოითქმის? ბანი. და ბანი სად ვნახეთ და სად გავმართეთ? ბანი იმართება უკვე ყველა ასობგერის გაერთიანებით და ყველა ასობგერის გაერთიანებას მოაქვს აი ეს ბანი. ხედავთ ამ ასობგერაში ბანს? ეს გავმართეთ, თამარ კიდე სად გეტყვი? კიდე სხვა ჭრილში გეტყვი ახლა მე შენ სად გავმართეთ დღეს ბანი. ხო შენ და დამავიწყდა, აბა მიდი. ორი ონი. ხო არის? ორი ონი, კი. ორი ონი, კი. ორი ონი და ორიონი ლაშამთქვარო ისაო, ორიანიო. ორი ონი და ორი ანი. ერთი მთვარეა და ერთი მზე. ხო და ორი ანი ლოგომატრიულად გამოდის ორი ხო არის ბანი. სოფი წავიკითხავ ახლა საინტერესო რაღაც დაწერე. ხო, გამოდის ბანი, მოიცა მითხარი კიდე მითხარი ნინო, ვერ მომყევი, იმიტომ რომ სხვა რამესაც ვკითხულობდი. ხო, ორი ხო არის ბანი. ბანი ხო არის მეორე. ანი ბანი, მეორე ხო არის. მეორე ასობგერა არის ბანი, ხო, ეგრე გავიგე ახლა. ორი არა, მეორე. ბანი ანი. ის მაინც ორს მივყავართ, ბანთან მივყავართ მაინც. იმიტომ მეგრულთან ღმერთთან მივდივართ, როდესაც ბანთან მივდივართ. ორიო, ხო, ღორონთი, ხო? ღორონთი. ღორონთი, ხო. ღანი, ორონთი, ხო. მე ვფიქრობ, ნახე როგორ რაღაცას, უბრალოდ ეს ჩვენ არ განგვიხილია და მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას, ანუ ქართულში ღმ ერთი ხო გვიდევს. ქართულში ღ ორონთი, ორი ხო დევს და სვანურში უეჭველი იდება 3. აბა სვანებო თუ გიყურებთ, გითხარით ღმერთი როგორ არის სვანურში? თუ 3 ურევთ, გავამშვენდები. მაგაზე დავდებ თავს, უეჭველი იდება 3. მეც ვფიქრობ, რომ ეგრე უნდა იყოს კი, ან 4, ან 3 იქნება, ან 4 და მესამე მოსაძებნი გვექნება. 4 იყოს, ხო. ნინო, ერთი რაღაც მინდა კიდე წავიკითხო, სოფომ დაწერა ხა საინტერესო. ვედრო ხო რუსულად, არა, ეს ქეთი დაწერა, ვედრო ხომ რუსულად და ქართულად სათლი ქვია, ხო? არ არის ვედრო რუსულად, მეგობრებო და თავს დავდებ მაგაზე, აგერ დრო ქართულია და გე რუსულად არის, მართლაც იძახის და სათლი, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ეხლა მე აგიხსნით რა ხდება. საქმე იმაშია, რომ თავიდან იყო პირველი ენა, ანუ ერთი ენა იყო, ერთ ენაზე ვსაუბრობდით ჩვენ ყველა და ბაბილონის გოდოლის დროს გაიყო ესენები და ესენები არის გაფანტული მთელ მსოფლიოში, ყველგან. ესენები ახსენე ნინო, ესენები ახსენე და ესენები იყვნენ ზუსტად ის ხალხი, ვისთანაც ქრისტე დადიოდა. ესენები, ქალები იყვნენ. სოფია წერს, რომ უნიონი არის ორი ცალი თვალიო. კაი, მიდი აბა. უნიონი ორი ცალი თვალი როგორ არის? ჰოროსის თვალის მიხედვით შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ უნიონი თვალიც არის, ორი თვალიც არის. ხო და რომ სივრცეებია, პორტალებია, თვალები პორტალებია და მარჯვენა თუ მარცხენა რომელიღაცა ხედავს ერთი ცოტა ნაკლებად მეორე მეტად რა. აი განსხვავებებია, ორივე ერთდროულად არ ხედავს. მე თვალით ხედავ და ერთი თვალი, ანუ თქვენ გაორება გაქვთ და მე ერთი თვალით ხედავ, ერთი პრინცესი.
იერ სვანურად. ნახე, თემო ამბობს, იერ არის სვანურათო. მადლობა თემო. იერ არის სვანურად, ღმერთი ესე იგი. იერ. ან თქვა რომ ის არისო. რა იერი გახსოვს? რაღაცა ესე ქვია სვანურად, ღებერთ. მაშინ ეგ იქნება, ან რომელიღაცა ქართულ ენაზე იქნება ეგ რა. ან სამი ერევა რომელიღაცა ქართულ ენაში. ჭანურში, ან ლაზურში, ან ხო, მეგრულ, სვანურ, ლაზურ, ჭანურ. მარცხი ენა, ხო, მარი მარცხი ენა და მარჯვი ენა არის. აი ჩვენ ახლა მარჯვენით ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თუ მარჯვი ენა არ აქვს, ხალხს ვერ გავაგებინებთ და თუ მარცხი ენა გვაქვს დავმარცხდებით და ვერ გავიტანთ. ტანი არ შეებმევა ამას. იერ სვანურად და სოფომ დაწერა ორიონი მზედა მთვარეო. საბოლოო ჯამში მე რა დავაკვირდი, იცით მეგობრებო, აი დავაკვირდი ის რომ ქართულ ანბაში ყველა ასობგერა ერთმანეთს ხსნის და ერთმანეთის გარეშე არ მოქმედებს. ყველა ასობგერა არის ერთმანეთთან კავშირში და ერთ სივრცეში დგას. ფიფქია რა. ფიფქია და 7 ჯუჯა არის, იმიტომ რომ სრულიად აი ამ სივრცეში ყველა ასობგერა მრგლოვანით, ხო? ნუსხახუცურით არა, მრგლოვანით და იგივე ასომთავრულით დგას ერთ სივრცეში, რომელიც იღებს ფიფქის ფორმას. და ფიფქი არის ყველაზე წმინდა კრისტალი. რაც კი კრისტალები არსებობს ამ დედამიწის ზურგზე, ყველაზე წმინდა არის ფიფქი. მას აქვს წმინდა კრისტალი. ეხა თამარე ხახსენი ისე რა ქვია, ფიფქი. ალმასი არის რვადი, იგივე ვარდია, ანუ ხალია. ფიფქი რო არ ისა რა ქვია, არ ქრება ეგ ასე, როგორ ხდება? ფიფქი დნება და იქცევა წყლად. წყალი იქცევა ჰაერად, ჰაერი იქცევა წვიმად, შეიძლება გადაიქცეს წვიმად, მაგრამ ღრუბლად იქცევა და ღრუბელი წვიმად და წვიმა ჩადის მიწაში, ანუ ყველა ელემენტი კავშირდება ერთმანეთთან და არის ბრუნვაში. ბრუნშია, რუნში, გესმით? ბრუნშია, ისა. ტრიალშიც არის, ანუ ტრიალში, სამ ალში. სამალშიც არის და ბრუნშიაო, გესმის? ბრუნშიაო, ეს ხო დავატრიალეთ 90 გრადუსით. ხო და ხო, ხალხმა არ იცის, ეხლა სულ დამავიწყე, მე თქვა, საიდან გამოვიდა ეს ფიფქი, იცით, მეგობრებო, ასობგერები ხო ჩავსვით ერთმანეთში და თან დავატრიალეთ 90 გრადუსით და გამოვიდა ფიფქი. ანუ მარტო ეს ასობგერები ესე გაშეშებული არაფერს არ მოგცემს ერთმანეთში ჩასმული, ის უნდა დაატრიალო. ტრიალო. ყველა ჭრილში უნდა დაინახო, ყველა ჭრილში, ანუ ყველა ჭრილში უნდა დაინახო და თანაც ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ანუ აი თამარ ხო, მიდი. რა. თამარ გაგაძე რასაც იძახის, ანუ მართალს იძახის. ოღონდ ერთ ჭრილს ჭრილით ხედავს რა და ერთი ჭრილით ანუ დასატრიალებელია რა ნების დასატრიალებელია ბრუნვაში ყავს მოყვანი რა და ველზე არის გასაშლელი თორე თამარ გაგაძე რასაც იძახის ცოჩი იძახის ყველაფერს აი ახლა კი არა მე მაგას ვამბობ რომ ის ერთ მხარეს განიხილავს და ერთ მხარეს სხვათა შორის მე დავაფიქსირო რომ ძირითადად განიხილავს დაცემულ მხარეს, ანუ მედალიონის მეორე მხარეს განიხილავს. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მედალიონის დაცემულ მხარეს, ის დაფარულ მხარეს, ისე მაღლა რაც ჩანს და ისე წრიულად რაც ჩანს. ანუ წრის მესამე მხარესაც განვიხილავთ მედალიონს. ანუ ქრისტე საუბრობდა მედლის ორ მხარეზე. მედლის ორ მხარეზე საუბრობდა, ანუ ისა რა ქვია, კეისას და ღმერთისო, მაგრამ ქრისტეს არ უხსენებია იქ არ უხსენებია, რომ მედალს აქვს მესამე მხარეც. ეხლა რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ. ხო. აქვს მესამე მხარეც და ნებისმიერ სამივე მხარეს კიდე ანუ ველზე ჭრილში, სხვადასხვა ჭრილში აქვს მილიონობით მხარე. მაგრამ თვითონ მედალს სივრცეში სივრცულად აქვს სამი მხარე. სივრცულად აქვს სამი მხარე.
სამი მხარე და აქ უამრავი კიდე. ეს სამი მხარე კონკრეტიზირებული. მილიონი. უამრავი მხარეა, აი რომელ წრეში, რომელ გრადუსშიც განიხილა იმდენი მხარე აქვს რა და ეხლა მე ლინო რა მინდა იცი? ხალხმა რო გაიგოს კიდე აი ცოტა ხელოვნებას ჩავთავ და ტარიელის ცხენები ჩემი სიმღერა ლექსირობის სიმღერად დავაწერინე ხელოვნურ ინტელექტს, ხო? ჩემი ლექსი დავაწერინე. ჩემი კი არა ლექსი რა. ამას ჩავთავ და მოისმენს მაყურებელი, რომელიც ახალი უსმენს და მიხვდება იმ სიტყვების არს, იმიტომ რომ გუშინ მოასმენინე ეს და არა, ამას ვერ მიხვდებიანო რა და აი ამ საუბრის მერე უნდა მიხვდნენ წესით. ის ვერსია ჩართე, მე რომ მიყვარს. საწავიდა. ხო იცი რომელიც? კი, ოღონდ ახლა გადამერთო. ხო, იაპარაკი ნინო ახლა არ ჩაირთო, მაინც ახლა გამომაგდო ინტერნეტიდან, აჰა, ჩაირთო. ჩაირთო? ხო, ოღონდ ხო და ანუ ესე სხვადასხვა ისინი, რა ქვია, ენები და ვთქვათ, რომ არა, აქ არის და იქ არ არის, ესე არ არის, ანუ ყველგან არის. ყველგან არის და ყველაფერში არის. ხო ესეა, თამარ? ლუსი რო ნახე, ხო მიხდი, რომ ყველგან არის და ყველაფერში არის. კი, ზუსტად ეგ არის რა, მანდვაც. მე მგონი ეს არის. არ არის. არა? არა. მაშინ ეს უნდა იყოს. აბა ეს ხო არ არის? თუ ეს არის? არა, აი, კაციც რომ ღერის, ხო? ეგ არის, ხო? შენ რომელიც მოგწონს. ახსნექი სულო შენ ოქროსო სამებით კონდე შენ ცხრება თამარის საძმო ცხენებით მოვა სამხარის სენას ცხარივაება ამენით გეთყვი ენას ხარება ხარების ზალი ელას თება თუ ხარ მართალი ხარ სამართალი თუ ხარ მართალი ხარ სამართალი გადამიწეცა ხედა ამენის თული ერასაწყობა ენა ქართული ამენით ქმა ენა შუენი ენა შუენი ენა შუენი ენა ქრისტენსა ეხიცოთი დააყავე გოგო გადამიკეთა აქ ის რა ქვია მაგას გერმანულად ჩაწერა ზოგიერთი რაღაც ვერ ვიხვდება რა ხალხი რა აი ყველაფერი როგორ უშლის ხელს ამ სისტემას ხვდები როგორ კაცო ეგ როდის იყო ჩვენ ხარვეზების გოშინოთ ხარვეზი ნახე როგორ გაქვს დაწერილი
ამ ბგერით თქმული ამ ბგერით თქმული ენათა წყობა. ენა ჩართულიო. ენა არის ჩართულიო. ესე იგი, ენა თუ არის ჩართული, სხვა რამეებიც არის, ხო, ჩართული? ენა ჩართული და სხვა რამეებით მთელი ენა არის ჩართული, კი? მარტო ენა არა, ეგრე არ გიწერია მთელი ენაო, ენა ჩართულიო. ქართული. ენა ქართული. ენა ქართული, მე ენა ჩართული გავი. ეგეც შეიძლება რომ თქვათ, ენა ჩართული, იმიტომ რომ ჩართული არის ქართული. ქართულია ჩართული. ქართული ჩართული. აუ, რას ხუმრობ. ტარი და ენი, ქრის ტარი ენი. ტარი და ენი რატომ ეგრე ვიცით? ქრის ტე არის ტარი და ენი. და თუ ქრის ტარი და ენი, ის ქრისტე გამოდის. მიხდინო? მე როგორ არ მიხ ხო, ქრისტე რომ ავიღოთ რა ქრისო რომ გავშიფროთ, გვეუბნება რომ ქრის ტარი და ენი. ტარი და ენი, ქრის ტარი ენი, ქრის ტარში არის ტარიც და ელიც. და ტარი ამინ და ჰარი ჰარალო ხო. და გამოვიტარი ხო, მე იცი რა დავაფიქსირე, ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა გასული და მათ დაუტოვიათ ის გამოთქმები, რომელიც დაუტოვიათ რა. ხო და ეგ იყვნენ ეს რაღაცას მივაგენით, ხო? გასულებმა თქვეს ეგო. მოიცადეთ რომელს მივაგენით? მარილზე. არა, მარილზე კი არა. ხედავ საიდან მოდის ეს გამოთქმაო, რომ ვთქვით, რაღაცა გამოთქმას მივაგენით, რომ ეს გამოთქმა მოდის იქიდან, რომ გასული უნდა ყოფილიყო ადამიანი უეჭველი, რომ ეს გამოთქმა დაემკვიდრებინა რა. ოღონდ აღარ მახსოვს რა გამოთქმა, ჩავიწეროთ ხოლმე ნინო ჩემი საერთოდ. ეგ გასული ადამიანები ხო ეხლა მოსულები არიან ყველა. მოსულები არიან და გასულები, ხო? სულთან მიდიოდნენ. სულები. ანუ სულებზეა საუბარი და ეგ გასული ადამიანები, ვინც ეგ დაწერა, ყველა არის მოსული, ყველა აბსოლუტურად. ყველა სულია, ყველა სულთან კავშირი. ყველა სული არის მოსული უკვე. მოსული კიდე მეორე სულთანია, ხო, სულთანია ესე იგი. თვით ყველა სულთანია, ანუ სულთან არის. ხო, უბრალოდ მაგათ გავაღვიძებთ და ეგ არის რა თამარ, რა ეგ არის. ანუ სულთანი მოვიყვანეთ უკვე? გავედით დამკაში. რა ფიგურა არის? პაიკი გაცოცხლდა და თუ არ გაცოცხლდა. პაიკმა რომელი გააცოცხლა, ახლა ის თუ შენ. სულთანი თუ ნანული გააცოცხლა თუ ნათელა? ლაზიერი რა მალვინა ნათელა კი შენი кайფე ახლა რომ ეს რა ქვია შახმატში ხო რამდენი პაიკი არის ლაშა დაგვეხმარე რამდენი პაიკია შახმატში აღარ მახსოვს 6 თუ 7 6 მეტი შენი კაი რა უძრაზე დგას 8 იმიტომ 8 უძრა და 8 უძრაზე დგას ყველა ხო და ეხლა წარმოვიდგინე 8 ავიღოთ პირობითად 8 კარგია 8-დი და ეხლა წარმოვიდგინე შახმატის დაფაზე 8 ლაზიერი რო გაიწითება რა ხდება მერე აუ 8-ში ვარ თვითონ ვარდი გაიშლება გესმის ვარდი გაიშლება გაიშლებაო ანუ განიშლებაო უკვე განში მივდივართ შლით და შლით განებს გესმის ხო და ერთი ლაზიერი ხო ხარ მეორე აგერა ვარ და დანარჩენი აირჩიონ ვინც არის მოიცა ეხლა უყურე შენ 8 ხომ უნდა გა16-დეს და 16 კიდე გა32-დეს გაუცდეს და 12-დესო გესმის და გა32-ის მერე 32 გა64-დეს გა64-ის მერე უკვე მოდის გა128-დეს გა128-დეს ხო ესია? კი 64 128 გა128-დეს და მერე გა128-დეს ასე იზრდება და მერე მოკლედ გადადის ყველაფერში და არაფერში, ნულში ისევ, ნულ-იანში. ნულში გადადის, ხო? ნუ ხო და ნული, ნახე, ნული, მაგარი ციფრი არის.
მაგი მე შარშან მივხვდი რომ დაგირეკე გახსოვს იქიდან ფსიქიატრიულიდან და რომ გიხარი რომ 0 არის ღმერთის ციფრი მეთქი და დედა ღმერთის ციფრი არის მეთქი 0 მეთქი და სახელიც აქვს არაფერი მეთქი გახსოვს რომ გითხარი? კი, მახსოვს, არაფერი არისო, ხო? ხო და ანუ მზის ფერი არისო, გესმის? არა ხო მზეა და ფერი და ისიც რო იძახდა ისა მე ის ვიციო არაფერი არ ვიციო რეალურად რას იძახდა იცი უყურე მე ის ვიციო არაფერი რა არის ის არ ვიციო ანუ არაფერი რა არის ის არ ვიციო თორე არაფერი არ ვიციო კი არა მე ის ვიცი რომ არაფერი რაღაცა წარმოადგენსო, ხო? ანუ არაფერი არ ვიციო, გესმის, მაგრამ არაფერი არის ის არ ვიციო თორე არაფერი არ ვიციო. ანუ არაფერი არ ვიციო ნიშნავს იმას რომ აი ეს დედა ღმერთი არ ვიციო რა, მაგას ამბობდა ეგ ეგ არის ხო დედა ღმერთთან ვერ მივიდა ვერცეთი, აგერ მივიყვანოთ. არაფერთან მივიყვანოთ, ანუ მას სახელი არ აქვს, ხო გეუბნება კიდევაც შემოქმეს სრულ ურყნელ ყოვლად ურყნელ სინათლეს სახელი არ აქვს. ეს არის დედა ღმერთი, რომელიც არის ყველაფერი და არაფერი. არა, ლუსი არა. აგე რაო გეუბნება, აი რა კი არის მზე, ხო? და რა მე მგონი კი არ არის მამრი, რა არის მდედრი. რა არის მდედრი? ხო, მდედრი რა. ნახე, შენ დასვი აქ კითხვა ნინო. ჩვენ რომ ნანულისთან მივედით, ხო. სინამდვილეთან ხო მივედით, მერე მივედით ნათელასთან, ნათელში გავედით და მერე მივედით რა იწება აქედან, გესმის და პირდაპირ გეუბნება რა იწებაო. რა იწება რაო რა. ანუ რასთან მივედით? რა მზესთან მივედით ეხლა ჩვენ და რამზე კაცი არ არის, რამზე არის ხალი. არა, რა არის მდედრი და მზე არის მამრი. თამარ. ხო, ეგეც შეიძლება დეჭაბუკი. ოღონდ უნიონში არიან. რა და მზე არიან უნიონში, ესე იგი ორი ღმერთია. ჰარმონიაში მომყოფი უნიკალური ღმერთია რა, მზე. ხო, ეგ არის. მოკლედ გასული ვართ რა ნათელში რა, ნათელა მობრძანით აქ შემობრძანე და აგერ კარიში. ძნისად მოხდი გასო, რა იყო აგერ რაც გვაცვალე. გაუღე ცვეთში გაუღე კარები. მიდი. მივდივარ. არა, მოიცა იქიდან შემოვშვებ, აქედან. უკანა კარიდან ნინო ჩვენ ხომ მაგერიც გქონდა საბარი. ბათიდან შემოუშვათ, ხო? ნობათი. მომძალით ნათელა ჩვენს სამფლობელოში. მაგრამ მეგობრებო, სასიამოვნო ამბები გვაქვს სიდონებმა ნათელი შემოვიყვანეთ. აწი მეგობრო რაღა გვიჭირს ეს ნათელი რომ გაიზრდება და დადგება ლამაზი გოგონა და კიდევ ლურჯი თვალებად რა ვიცი ხო გიცი ვინი გებს ჯოკერს იცი ვინი გებს ვისაც ორი ჯოკერი კი არ როყავს ის კი არა ვინც თამაში იცის ვინც ჯორჯის არა ვინც თამაში იცის ვინც ჯორჯი ჯორჯი იცის ჯორჯი ვინც იცის უკვე ზამათხეში რას გაჯორდიო ხო? აი თუ არ გაჯორდი და შენი სიტყვა არ გაიტანე ჯიუტად, ხო? ვენს შემოჯდები ჯორჯი ქრისტესთან. ჯორჯის ქრისტეც რო შედის. ჯორჯი ხო და მაგას გეუბნები ქრისტესნა იესოსნაირად ვერ გაიტან შენ სიტყვას. ხო და იქაც ნახე რაზია საუბარი ჯოკერიო. იქაც ჯო არის. ეღარო საუბრობდით ჯოზე. ჯო არის, მაგრამ ეგ ჯო ხო ის არის ჯუჯა არის ეგ ჯო. ხო და ამიტომ არის ფიქრია და შვიდი ჯუჯა ჩვენი ჩვენს არა ერთი ნახე ჯოკერსი ორი ჯოკერი თამაშობს. ჯო ორი ჯოკერია ჯოკერშიც. ჯო და ჯო. კი, ორია კი, ორი არიან. ჯოჯო ხეთი. ანუ ორი ჯოკერია რა, ერთი შენ ხარ, ერთი ვარ რა ჯოკერები. და დაგვიჭდეს ვინმე. დაგვიჭდეს. ბიჭო,
აი, პირდაპირ გეუბნები რა. გახსოვს რომ ახსენით ვარდი? ვარდი რო ახსენით ჯვარზე გახსოვს? ხო გიხარი მე მაშინ ეხლა ისეთი რაღაც მოხდა მეთქი ნინო რომ ნახე შენ ეხლა რეგ დაიწყება. თქვა არ დაიწყო ეგრე? დაიწყო. იმის მერე რამდენი სასწაული იყინა? სადახარ ეხა იწყება თავდავ იწყება. სადახარ. ეხლა ნახე შენ ეხლა რა დაიწყება. ეხლა საერთოდ ნათელა მოვიყვანეთ. ვარდი ხო გავადავს ეხლა ნათელა მოვიყვანეთ გოგო რა ვქერით იცეგა ჯერმე წარმოვიდგე. ჭირდება ვარდს რომ ისა რა ქვია გაიფურჩქნოს. ნათელა ჭირდება ვარდს. ხო სინათლე ხო რომ გავფურჩქნავთ ვარდს და აგერ ფურცელ გაგანდობთ ყველა ინფორმაციას. ოღონდ მეგობრებო დახურულ სივრცეებში ხო ღია კარებში და ასე შემდეგ მობრძანდით ჩვენ სწავლებებზე. ღია კარებში და ლამაზ ველებში. ლამაზ ველებში და ნახე მაჟორელის ლურჯში იწყება ეს საკითხი. და რა ქვია იმის ამარ მე გელი თუ მელი? სად მელიო გესმის ესეთი ადგილია და რა არის რაღაც რაში ვარ და მე-9-დან ამოვიყვანთ უკვე თინ-ეიჯერში. ანუ თინ არის უკვე მე-10 და ეი ხო იცი რა არის? ეიჯერში ამოვიყვანთ უკვე. всё, მორჩა. გეგმა დევს. არა, თამა. ჯოკერები მოვართ და დაგვიჯდეს რა ვინმე, დაგვიჯდეს. თამაში დაგვიჯდეს ვინმე რა პარაში. მე და შენ პარაში ვარ და ვეღარავინ ერიგებს. შანსი არ აქვს ჯოკერს. ჯოკერი იცი რომელია? ერთი ნათელია და ერთი შავია თუ დააკვირდი. ერთი თეთრია და ერთი შავია, მაგრამ ისინი თუ გაერთიანდნენ, აი მე აქვს ზედა ნატირები ამსიბნელეს რა. რა ვიცი. ანუ ხალო ხო გავერთიანდით. ჩვენ ყველაზე მაგარი რაც გავაკეთეთ, ჯვარზე გაერთიანება მოვახდინეთ და ეხლა უკვე ერთობლივი ჯანებით გადავდივართ ჯერში. თინ-ეიჯერში გადავდივართ, გესმის? ეიჯერი. ეი კიდე ენისა და იმის ჯერი არის. ეხა გადავდივართ. ეი კიდე არის ხელოვნური. ეხა გადავდივართ დედის ტყნაზე რა. მოკლედ და ერთი სიტყვით და ორი გაგება. კაცო, რას გადაეკიდე ამ დედას? მამაც მიახდი შენს კიდე. საწყალი დედა აქამდე ეგრე იყო, მაგისაც ცოტა მდგომარეობაში და ეხლა მამის გამოფხიზლებაში გადავიდეთ. დედის ტყნით მამის შიმშილით ხო არისო და აი ეს შიმშილიდან უნდა გამოვიდეთ რა არა მაგ გადავდოთ კაცო იქ აღარ გვინდა ეგენი ეხლა ჩვენ გვინდა ეის მოპოვება როგორ ეის მოპოვება ენის მოპოვება ენის ოღონდ ენა რა არის იცი აი ეს არის ენა ხედავ როგორ აქვს გადმოყოფილი ენა? ხედავთ ენას აქ? ენა გამოყოფილი სმაილს. და აქ ეს რქა აქვს, ერთი რქა. მარტო რქა. აჰა, ერთი რქიანი ცხვარიც გამოჩნდა. გამოყოფილი ენით. მე ეს რო იძახის და აგერ ეის ჯერში გადავდე. ოღონდ მე-10 ეის ჯერში გადავდივართ. ანუ 9-დან 10-ში გადავედით როგორც ჩანს და მე-9 ციდან მე-10-ში გადავიყვანთ. წარმოგიდგენია სული წმინდა რა მაგარი რამეა. აი სად დამაწერინა. სად შემანახინა, სად გამომაცემინა და იმ ფილმში ლუსიში მაგრად იძახიან რა რომ დრო არის პრინციპში ფიზიკურის გამომჟღავნებელი. დრო რო არ იყოს, ფიზიკურს ვერ დავინახავდით ვერაფრით. შანსი არ გვექნებოდა რომ ფიზიკური დაგვენახა. დრო რა არის იცით? აი ფიზიკურში რო ხედავ, როგორ იზრდება ხე და როგორ ჭკნება, აი ეს რო დაინახო ერთბაშად. და მე მარინოს უთხარი რომ მე 5 განზომილება მეთქი. ეგ არის რომ ჩვენ დავინახავთ როგორ ყველაფერი თვალნათლივ დავინახავთ როგორ შეიქმნა ყველაფერი და როგორ დაჭკნა და როგორ აღმოცენდა და როგორ ისევ როგორ დაჭკნა აღმოცენდა და აი ესე დავფრინავთ მე გესმის ესეთ მოძრაობას აკეთებს ეს პროცესი. გავფრინდი? და
რო გეუნებია ხოლმე, მე მეუნებიან არ ვიცი შენ თუ გეუნა შესაც დაფრინდა, გაფრი ეგეც ხო გასულმა შემოიტანა რა გაფრენილი გაქო ხო აი ეხლა საიდან უნდა მიხვდეს ეს მოძრაობა რო არის ეგ თუ არ არის გასული გამაგებინე ან რატო უნდა დააკავშიროს ფრენასთან რატო უნდა დააკავშიროს ხო გასულია და იძახი ყველა გენიოსი გასული იყო აინშტაინი ლეონარდო და ვინჩი ვან გოგი რავი ყველა ნები პიროსმანი ყველა იყო ხო და აქ რაც უშვებიან გასული შენ გიჟი ხარო და იმაში კეტავენ საგიჟეში არ იყო გასული მამა გაბრიელიც გასული იყო და მაგას ვიძახი რომ კეტავენ საგიჟეში მეთქი და ბლოკავენ გესმის ბლოკავენ მაგრამ დაებლოკოთ ერთი ადგილი იმიტომ რომ ჩვენ კალო დაბლოკილები რო არიან ისიც ხო საკმარისია და შენ რო უმატებ კიდე მაგრამ უნდა დაუმატებ ერთი ადგილი დაუბლოკე ეხლა ერთი ადგილი ტვინი არა კაცო ის ერთი ადგილი ის რო დაებლოკება დაკავლენ გესმის ანუ ეხლა მამაკაცის უნდა ბოლომდე უნდა დაეცეს რომ მე მიხვდეს რა გასაღები დაიჭიროს ხელში ბოლომდე თუ არ წაიქცევი შანსი არ არის მაშინ ძალიან რაღაც ნავარო ჩვენი ტიპი უნდა იყო რომ ჩაწვდე რა გახვიდე რა დამკავშირო გახვიდე ანუ თამაში უნდა იცოდე კარგად და თამაში თუ არის პროცესი თუ არა გავლილი ვერ გადიხარ დამკაში რა იტოქში რა ანუ გამოცდილება ნაკლები გაქვს ხო ხო და ანუ გამოცდილების უქონლელად რო გახვიდე დამკაში ახლა რა ვიცი ეგ ფენომენი ეხლა გახსნილება ქნინო ეს სიტყვა და მე შეიძლება ჩაიკეტოს ამიტომ ვიტყვი გამოცდილება არის ცდასთან დაკავშირებული გამოცდა და ელებაო გესმის ყველა ღმერთი გამოცდაში ყავს უკვე გავლილი და ეგ არის გამოცდილება რომ ყველანაირი მდგომარეობა გავლილი გაქვს ამ დროს ამიტომ გამოცდილებაც მეტი გაქვს და უკვე იცი რომ ამნაბის რო გადადგავ ცხვირს წაიტეხ ამიტომ ამნაბის კი აღარ გადადგავ სხვას გადადგავ მაგრამ იმ გამოცდილებაშიც თუ იმ ცდაშიც თუ წაიტეხე ცხვირი მე სხვას გადადგავ და აი ესე ტრიალებში ახალ გამოცდას მოგიწყობენ იქ გამოხვალ იმას თუ არა იმერე იქ და გადადიხარ ესე რა პორტალებში და მარი გვეუბნება გენაცვალეთ გასულებო და მარი შენ ჩვენზე უფრო იქით აღარ შორს გასული მარილზე არა კაცო შენ ხო მარილი სხვათა ახსენი თამარ მარილი რა არის სოფიამ თქვა დამასრო თამარ გამოცდაო ხო სოფო შენ ხო ერთმანეთთან უკვე რო შევხედავთ უკვე ვიცით რას გულისხმობთ ეგეთ დონეზე ვართ უკვე და ოღონდ ენით უნდა გავაგებინოთ ახლა ხალხს ყველა სიდონები ხო ეგრევა ქრონში გამალეს სრულად ყოფილიყავით გასულებიო მარილად გაქცევთო ქრისტე რატო ამბობს მარილი რა არის მარილის ერთ-ერთი კრისტალია ოღონდ მარილის კრისტალი არ ვიცი რას წარმოადგენს ის არ მინახავს ფიგურა მოდი აღარ ვნახო ფიგურა მაგისი არ მინახავს მარილი არის ძალიან ძლიერი რომელიც უნდა უქნა ყველაფერში ანუ ტკბილში და ლაშეშიც ანუ ყველაფერში უნდა უქნა მარილი მარილის კრისტალის ფორმა მინდა ეხლა დავინახო როგორია რა არის სადმე აუ კუბებში და იმებში გვამყოფებს და გვამოგზაურებს მოიცა გამონათქვამი თამარ გამონათქვამი ცხوارი მადლი ქენი მარილი მოაყარეო იქ კი არ არის შაქარი მოაყარეო მადლი ქენი მარილი მოაყარეო გესმის რა კუბია კუბი რომელიც თამარს უჭირავს ხელში ბარძის მონასტერში აი ეს არის მისი ფორმულა არის აუ აქ უკვე ბნელდება მეგობრებო შეგიძლიათ თვითონ დაგუგლოთ აი კუბის ფორმა აქვს მარილს უკვე კუბებია ოღონდ ამისი რუნა მაინტერესებს რუნა ფორმულა მაინტერესებს აი როგორც ფიფქის ფორმულა ვნახეთ ხო ფიფქის ფორმულა ეს არის ფიფქის ფორმულა ეს არის მეგობრებო და ეს ფარისა და ფონის ერთობა არის
ფიფქის ფორმულა და მარილის ფორმულა რა არის? ფარისა და ონის? ფარისა და ონის, თამარ? ფარისა და ფონის. მერკაბა. მერკაბა არის. მერკაბა არის გააქტიურებული მდედრი მამრი, სივრცეები კუბში გააქტიურებულია ტრიალში არის და აი ეს არის ფორმულა. აი ეს არის ფორმულა რა. ოღონდ აი ეს ზის კიდე შიგნით. მამრი და მდედრი, სამკუთხედები მაღლით და ქვევით დაშვებული. ხო. მაღლა ამართული. რომელიც მერკაბის სიმბოლოა. მერკაბა არის რითი გააქტიურება, იცი? მერკაბა. აი დაგუგლეთ და ნახეთ მერკაბა რა არის და მე ვიხდები. მერკაბაო, ხალო, მერი შემოვიდა, მერიც მოვიდა. აი გაერთიანდნენ ქალები. ხალო. მოდიხავით აქამდე მერი. გამო, კარი გაუღე მერის. კარი, შემოდი გალაქტიონს გაუღე კარი. მოგზანდით თვითონ გააღებს მერი კარს, მაგრამ გაუღებ მაინც. მარის პლუს ლიო, ხო? მარი, კი, მარი. ეგრეა. თამარ, ისმე. გადაკოცნე ერთი გალაქტიონი ჩემგან. სიყვარულით მომიკითხე. ეხლა ჩემთან ზიან მერი და ნათელა. შენთან კი მებიზიან. გოგო, მერი კი არა, გალაქტიონი გადაკოცნე ერთი ჩემგან. არა, გალაქტიონი ის არის გასულია უნიონში. მერია აქ, მერის გადავცემა, მომითხარი რა გინდა. ხო და ეხლა ნახე იმაში როგორ ზის, ანუ მერი და გალაქტიონი შენ რო დასვი რუნები, რომელია ეგ? აი ეს არის. უცხო ყვავილი. რომელიც ჯერ შეკრულია. მაგაში არ გეკითხე. რუნები რო დასვი, რუნები, ხო გახსოვს? კი, ხო, მახსოვს. გალაქტიონი და მერი, რომელი რუნა არის? გალაქტიონი და მერი? უნიონი რო გავაერთიანე? ეს არის. მომისმინე რას გეკითხები. უნიონში არ ზის გალაქტიონი და მერი. ამაში გულისხმობ, რას გულისხმობ, მე არ ვიცი. ხო და მომისმინე და გაიგებ რას გულისხმობ. მომისმინე კარგად, რასაც გეუბნები. ანუ ეგ რუნები ასვიან ურთიერთობაში, ზოგი უყუღმად დგას, ზოგი წაღმად დგას ერთმანეთის მხრივ. და გალაქტიონი და მერი, რომელი რუნების კავშირი არის? გალაქტიონი და მერი ვერ გაერთიანდნენ. ხო და რომელი რუნები არის, რომელი რუნები? გალაქტიონი რომელი რუნა არის და მერი რომელი რუნა არის? ერთად რო ავიღოთ. მოსაძებული. რომელიც ვერ ერთიანდება. მაგას გეკითხები. მიხვდი რას გეკითხები თუ ვერ? მოიცა შეიძლება მესიჯი დაგვიტევა, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი იმ ღამეს მაგ თვალთა ყრთომა სანდომიანცის ელვა და ფერი მივედით. ელვა და ფერი. არის თუ არა ელვა? არის თუ არა ელვა? ელვა სხვადასხვა მარისთან ერთად გაერთიანებაში მივიღეთ ჯანისა და ურის გაერთიანებით. ნახე, ჯანი და ურის გაერთიანებით ჩვენ ვიღებთ აი ამ ფორმას. მარის დამსახურება ეს აქამდე რომ მიყვანა. ეს იღებს ამ ფორმას, ეს იღებს მერე დაშლილად ამ ფორმას და ელვა არის ის რომ ისინი გაეყარნენ ერთმანეთს, ხვდები? ანუ ვერ გაერთიანდნენ. ხო და რომელი რუნა არის? შენ ელვა და ფერი თოლვარე იყო ვით შემოდგომა. ხო ეგრეა, ხო თუ არის სწორად? კი. ანუ ელვა გვაქვს მოსახსნელი რა. მარი იქნება სიცილეთ. თამარ. გისმენ? გამარჯობას გიცხდი.
ელვა გაქვს მოსახსნელი. ელო კარგი მოუხსნი, მაგას თუ არ მოუხსნა, მაგას ვის უჭირავს, ცოის უჭირავს, ხო? ელვის ღმერთი რომელია? ელვის ღმერთი გამოვიძიოთ რომელია? დავგუგლო, ელვის ღმერთი არის პოსეიდონი, არა? მოიცა ერთი წუთი. ზევსი, თორი, სლავურში არის პერუნი, ანუ პერუნიო, პირდაპირ გეუბნება, რომ პარი არის, არა, პერუნი. მე რა არის? გეტყვი მე რა არის? მომისმინე? თამარ. ხო, გისმე? ანუ ლოგომატრიცით ლა. ლასთან მიდივარ, ლა, ანუ იგივენაირად ლას არია. იმიტომ რომ პ და პ თავის თავში იმეორებს რაღაცა გაორებული თავისი თავია და ლა არის. ლა კი ლასარია. ლასარი კიდე ენა არის. მოკლედ ერთი სიტყვით პ არის ელვის ღმერთი. ელვის ღმერთი არის პერუნი. პერუნი. გესმის? პერუნი კი არის და მაგის სიტყვილი იცი ვინ არის? ლასი? არა, პეს ისა იმისი ელვის. ჭექა ქუხილი. ლაზი არის გაერთიანებული წყვილი ერთნაირ ან ტყუპისული. ნახე? აი ხა გაშვირებ მე შენ ლაზი როგორ დააჯდება ერთმანეთს. ლა დაიმახსოვრეთ როგორ არის? აი ეს არის ლა. და ზ არის მხოლოდ ეს. ანუ ეგ არის. ერთით მეტი აქვს. ეს არის ლასი არის მამრი და ზენი არის დედრი. იმიტომ რომ ეს აკლია, წაგრძელებული აკლია, გესმის? ის რომელიც მეორე? აი მეორე. წინ ყარი სახელი რა აქვს? მეორეს. რომელ მეორეს? ანუ ეს ხო არის ისაო, ეს რა არისო, რო თქვი? ლასი და ზენი. ლაზენიო გეუბნება, ლაზენი. ოკეი. ანუ მრავლობითში ლაზნიო რა, ლაზნიო. აი ესენი არიან ერთნაირებია, მდედრის და მამრის თანასწორია, მხოლოდ ერთს აქვს წაგრძელებული რა. ერთში ჯდებიან, აი იგივენაირად ჯდებიან, აი ესე. მოდი ჩავიწერთ და ამავიწყდება. აი აქვე მივაწერ. ნახე? ეს არის ლასი. ბიჭო, ახლა მოუნდება. ხარვესეთი. ბიჭო, აღაცე ტიპას კალამი აღაწას გადავიმინე. მე აი ეს არის ლასი და ეს არის ზენი. აი ეს ზენი არის და ეს არის ლასი. მიეწერე რაც თქვით ახლა. სიტყვიერად მიეწერა. საიდან მივედით მაგასთან ისიც მიეწერა. თანასწორნი. მდედრი და მამრი. ანუ ლაზიერები იმიტომ არიან თანასწორნი, რომ ერთმანეთში ჯდებიან რა. ზედა ჯდებიან და ერთნაირები ხდებიან და უნიონიც ზედა ჯდება. აი ეს მაგალითად ჰე და წილიც ერთმანეთში ჯდება, ოღონდ ეს ორივე მამრის პოზიცია არის და აი ეს კი ყარ-წილი, ხო? საპირისპიროდ უყურებს, რომელსაც ამას ერთი წაგრძელებული აქვს. აი აქაც ონსაც ერთი წაგრძელებული აქვს ხოთა შორის. ონი არის მამრი, უნი არის მდედრი.
და ამ დედრი იმიტომ ლაპარაკობს, დედრს აქვს ენა გადმოგდებული. ენა გაქვს გადმოგდებული ერთმა მითხრა, ხო? ხო, გადმოგდებული მაქვს ენა, უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ეგეთი დედრის პოზიცია ეგ არის, ენა უნდა მქონდეს გადმოგდებული. აბა ევა რითი აცდუნებს ადამს და რითი გავჩდით ჩვენ, ხო? კიდე არის მაგის სიტყვა, მაგის პარალელური სიტყვა არის ენით ზურგს იფხანო. ენით ზურგს იფხანო, ხო? მარი წერს, რომ ელია, ილია, ელვის რუკა მეტი რაღა აღავადგინოთ, აღდგა ენაო. კი, მარი ენა აგვადგინეთ ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, უბრალოდ ეხა გატანა არის საჭირო. ეხა ფონზე გამოდის, ფონზე გამოდის, ხო? დააღალე. მიშველე, წყალი დამალებიდეთ. სადღაცა რაღაცა იყო კიდე, რაღაცა. ჰალო, მერის უთხარი და მოგაწოდებს წყალი. მერი, შენ რომ ჯვარი დაიწერე იმ ღამეს, გადიწერე უკანი ჯვარი ისევ. წადი შენ გალაქტიონთან, რამე თუ ტიონი არის იონი. ტანიონია ტიონი. გალაქტიონი კიდე გალაქტიკის იონია. გესმის რამხელა იყო გალაქტიონი? ელვა ხშირად ღვთის სიტყვის გამოცხადების ან განკითხვის ნიშანია. არა პიროვნული ღმერთი, არამედ ღვთიური ძალის გამოვლინება და აჰა, ელვით მოვიდა ღმერთი. ჯოკრები. მაგისი ჯოკრები. ჭექა ხუხილით. ელვა მითხრეს მე სიზმარში ხილვაში, რომ ელვას მიექციე ყურადღება და აჰა მივედით ელვასთან. მე არ ვიცოდი რა ხდება ელვასთან, მაგრამ მე ჩავწერე სიდონში, გახსოვთ მაშინ არ ვიცი, მე მგონი მაშინ ჯერ არ იყავი სიდონში, არ ჯექი და ელვაზე ვახსენე მე, რომ ელვაზე მითხრეს მეთქი მომანიშნეს, თქო და მნიშვნელოვანია ეს საკითხი მეთქი და აჰა მივედით ელვასთან, გაიხსნა ენა. ამინ იესო. გაიხსნა ენა ქართული. რახანეს მოხდა მეგობრებო, წავედი წყალი დავლიო. თორე ელვამ რომ დავარტყა. ცოტა იმას აქვს, მაგრამ გამომაშრო. ხოდა თამარ. ისმენ. გიჟდები ჭექა ხუხილზე, ჭექა ხუხილი რო არის გარეთ გავდივარ და იმხელა ენერგიას ვიღებ. ყუა მეკეტება ჭექა ხუხილზე და რაც უფრო მაგრა ჭექს, უფრო მაგრა მისწორდება. ხო. ნინო, ეხლა უნდა დავასრულოთ, რომ ისეთი ძალა გამომეცალა ეხლა ამ ახსნაში, რომ შენმე წარმოიდგინე, რომ დავწვე 1-2 საათი დავიჯინო, თორემ ძალიან დიდი ძალა გამომეცალა რა. მე ჩემს ნინო, ჩვენ ეხლა ელვასთან რატომ მივედით? მეც მივდივარ, ეხლა უნდა გავიდე, ჩავიცო. ელვასთან მივედით ეხლა ჩვენ, სანამ მე პრეზენტაცია მექნება წიგნის, ელვასთან მიგვიყვანა ღმერთმა, რატო იცი? მე პრეზენტაციის შემდეგ ლაივებს აღარ ჩავწერ. მხოლოდ ლაივში ვიქნები, ცოცხალ ლაივში რა, არა დიგიტალურ ლაივში. ისე ვიქნები ლაივში და იქ მოვიდეს ხალხი და იქ მისმინოს. შვენიერი აზრია, მივესალმები. თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს, გავააქტიუროთ მისიები, გესმის? თვალებში ჩახედით, ხდება მისიის გააქტიურება, სხვაგვარად არ ხდება. ერთ-ერთი. მისიები, მისები გავააქტიურეთ. იები და არა ვარდები, იები. ხომ იცი, ანის მნიშვნელობა გალაქტიონმა აღმოაჩინა. ეგ არ ვიცი მარი, ყოჩახ, რა კარგი რაღაცა უქმნია, ეგ მაგარი გასული კაცი იყო, რო იცოდით რა. გალაქტიკიდან იყო ეგეც, გალაქტიკაში. გალაქტიკიდან იყო, აბა ხა თქვა არ დაიქმნა მაგ სახელს რომ მოვიდა. სხვათა შორის მეც მიყვარს ჭექა ხუხილი და სულ უკვირთ რად გიყვარსო, იმიტომ რომ ცნობიერებას ხსნის. შემოსული სინათლეები აქვს დედამიწაზე ჭექა ხუხილის დროს, შემოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია. ის ინფორმაცია ჰაერში არის მიმოფანტული და შენ თუ დაიჭერ თუ გაქვს ანტენა, ხო? იმას დაიჭერ და მიიღებ შენად. თუ ანტენა არ გაქვს, ან თუ ანტენა გაქვს და გაფუჭებული გაქვს, იმას იღებ, მაგრამ ვერ იაზრებ რა როგორ გამოავლინო. ხო და ვისაც გამართული აქვს ანტენას და ტელევიზორიც, ხო? ტელევიზიონ.
მაშინ ის იჭერს და გამოავლენს ენით. იმ ენა ამენით რა. აი, თამარ, წავედით ახლა და კაი, ნინო, აბა დიდი მადლობა. მადლობა, შენ რო არ დაგერეკა დღეს მე ამ ლაივს არ ჩავწერდი. და რომ დამირეკე და რომ მელაპარაკე, აგერ მარი მირეკავს, აგერ შენ მირეკავ და მე ხდება ხოლმე მთელი ეს აღმოჩენები და აღმოჩინებები. ხო და ასე რომ გასეირნებები, სეირნობები. ლაიქ. ავედით, აბა გავკოცით. ხვალეთ შეგვიძლია ახალი თემებით. შაბათამდე დრო გვაქვს ლაივების. Yes, das stimmt, მართალი ხარ. აბა დროებით. მიყვარს. დროებით მეგობრებო, ყველას გისურვებთ საუკეთესო დღეს, მაგარი რაღაცები გავხსენით. დღეს ისეთი რაღაცები რომ მე ნახეთ, თქვენ რა ხელა სინათლე დაიწყება ახლა. დაწყებულია. თამარ, მომთაგე, ჩემ გვერდზეც რო გამოჩდეს. კაი. აბა დროებით. მიდი. კოცნით, გეხვევით, გეფერებით. სიყვარულში. გაკოცეთ.